დადგა ის ნაბიჯები, რომელ ნაბიჯებსაც არ აპატიებს შთამომავლობა. ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქ არჩევანისა საკუთარი ხელისუფლებისა, რომელიც უნდა იყოს. So what looks like that the president himself is conducting and leading this kind of falsification and rigging of the results. Now, the point that he's saying that he's ready for dialogue does not show itself in practice. They are opening fire at peaceful demonstrators. They are refusing to acknowledge the results. ნუ დაუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. პირველ რიგში სამოქალაქო დაპირისპირებას და მერე შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს. ვაფრთხილებ, ყველას ვთხოვ, ყველას მოუწოდებ. დიდი უმრავლესობა შვილებად მეგუთი, შვილიშვილებად დამიჯეროთ უნდა, არ შეიძლება ამის გაკეთება. და სანამ პირში სული მიდგას, სანამ მე მართლაც და პრეზიდენტი ვარ, კანონიერი პრეზიდენტი, არ დაუშვებ იმას, რომ საზოგადოება გაიხლეჩოს ორად და მე ამას მოყვეს დაპირისპირებ და მე სამოქალაქო ომი. რეალური საფრთხეა. კარგი, მადლობა, დიდი მადლობა, კარგად იყავით. ქართველი ხალხი არის გამოსული ქუჩაში, დაწყებულია დაუმორჩილებლობა. All these people are standing back there. They were hoping that with these elections everything would be considered as well done basically, but nothing like this happened. And the reason is because the Shevardnadze is trying to steal everything from these people, from this country. All they had is just their choice in the elections. But this government is trying to steal that one also. We will have rally. We will have peaceful rally wherever the police is going to allow it. That's the place where we'll go. The main thing to show to the president our resolve. We don't want any aggression, any radical actions. We just want to show that we are peaceful, but we are resolute to fight for our freedom.
ძვირფასო თბილისელებო რამდენად შესაძლებელია ახალი შეხვედრა ეს უკვე მარტია და მოგიდებული და თუ ახლა ისეთი ულტიმატუმები წამოაყენეს არჩევნებთან დაკავშირებით ან პარლამენტთან დაკავშირებით ультиматумების ენაზე საუბარი ჩემთან შეუძლებელია. Жертвы могут быть и без демонстраций, если кто-то очень хочет. Но мы все делаем, чтобы не было никакого гражданского противостояния. Я уже говорил, что гражданского противостояния до кровопролития один шаг. Мы все делаем, чтобы все это прошло спокойно, нормально, в рамках закона. ეს არის ჩემი სტვენა, არის გამომხატველი იმ პროტესტის, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა პროტესტს აცხადებს ამ ხელისუფლების მიმართ. საქართველო უნდა დადგეს ფეხზე ყველა ქართველი ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობის ერთადერთი შესაძლებელი შანსი და ვარიანტი არის ამ დაუძულებელ უპასუხისმგებლო საშიში პრეზიდენტის და მთავრობის შეცვლა და ჩვენ ამას ყველანი ერთად მთელი საქართველო გავაკეთებთ. ვიცი რომ პრეზიდენტი დღეს მძიმე ვითარებაშია და ინფორმაციულად იზოლირებულია გარკვეულ პირთა ჯგუფის ძალისხმევის შედეგად. ისიც ვიცი რომ ხშირ შემთხვევებში შეგნებულად ხდება პრეზიდენტის რთულ მდგომარეობაში ჩაყენება. კატეგორიულად მიუღებლად მესახება ნებისმიერი ძალის მხრიდან პრეზიდენტის შანტაჟირების მცდელობა. აუცილებელია გავითვალისწინოთ იმ ათასობით და ათიათასობით ადამიანის ნება ვინც შეურაცხყოფილია საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევებით და მათი ძირითადი კონსტიტუციური უფლებების იგნორირებით. მაგრამ არ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს და არ მონაწილეობს ქუჩის აქციებში. სამოქალაქო დაპირისპირებისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად. ამ კუთხით მივესალმები და მხარს ვუჭერ სახელმწიფო ბლოკის მხრიდან გულშინ გაჟღერებულ წინადადებას, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა აუცილებლად დაიწყოს მუშაობა და იფუნქციონიროს მხოლოდ დროებით ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე.
მშვიდობა, მე მგონი ეს მხარდასაჭერი და მისასალმებელია. ღმერთი ფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ეს არის სისრუე, მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც მე არ ვიცი რაში ჭირდებათ უბრალოდ ხაჯარის ტელევიზიას ქონია უფლება გაეშუქებინა და გადაეღო ეს მიტინგი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში მცხოვრებ ადამიანს კონდეს უფლება მიიღოს We are not dealing with some kind of protest rallies only. We are dealing with unprecedented wave of popular discontent, and we are dealing with democratic, bloodless revolution. Okay. ჩვენი პრეზიდენტი, ამ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა წავიდეს და ეს უნდა დაანახოს ხალხმა, რომ არ უნდა ხალხს თავისი პრეზიდენტი. ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს და აუცილებლად მიმჯერია, რომ ისედაც პრეზიდენტი გადადგება და ხალხმა უნდა დაიცვას თავისი უფლებები, ისედაც კმა არა მართლაც მათი ესეთი უხეშად ვიტყვით თავხედობა. პრეზიდენტი გადადგება კონსტიტუციის დაცვით, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად. და ეს დირექტაა დამოკიდებული პარლამენტზე, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში. ნუ რავინ მიიღებს ჩემს ნათქვამს, ნურს თავის მართლებად და მით უფრო ნურს სრული მორალური საფუძველი მაქვს. მე როგორც არ უნდა შემიშალო ხელი, ჩემს საქმეს მაინც ვეთქვი დღევანდელ პარლამენტს. კათოლიკოს პატრიარქს, რომელსაც ხარი დაუჭირა ყველა იმ პრობლემის დაგებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რომელიც დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე იმედს ვიტოვებ საპარლამენტო ერთის ყველა წარმოადგენისაგან უნდა ისარგებლო მიუხედავად ხმაურისა უნდა ისარგებლო მოცემული სასწავლელი და
ოპოზიცია ოქროსურობოი მთელი საქართველო დღესავას უსმენს იმას საპარლამენტო ცნობებზე ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოწვევს ქართველებისა და ოსეთის მოვალეობის გაგრძელება და განვითარება This is a velvet revolution, the greatest day in the history of this nation. Not a shot was fired, not a single shot. People overwhelmed and really removed the government by peaceful means. That's classics, you know, you're really European, I'm proud. დაგანგებო მდგომარეობა ჯერჯერობით არ შესულა. ყველა საკითხის განხილვა შეიძლება, მათ შორის თუ გნებავთ საპრეზიდენტო არჩევნების დაჩქარება, თუ გნებავთ პარლამენტის არჩევნების ხელმეორედ ჩატარება, ან სხვა რაღაცა პრობლემა, მხოლოდ იმ პრობლემის მოგვარების შემდეგ, რაც მე თავიდან მოგახსენეთ.
The main elite battalion, squadron of Shevardnadze's elite troops that was given order to storm the meeting came here, switched the sides, came to a new government and declared their inobedience to former President Shevardnadze. This is really a historic U-turn. Shevardnadze is over with that. Так часто министр иностранных дел России выступает на митингах. Господин президент, господин министр. Я спрашиваю избирателей, как вы сделали? უსისლოდ ისაც ხდება არ ჩაივლის თუმე თვალი ძულებული ვიქნები რომ გამოიყენო ის უფლება რომელიც მე მაქვს პირობებში ეს მიგვიყვანს დიდ სისხლის ღრამდე ჩემი ხალხისათვის არასდროს მიღალატია და ეხლაც ვაცხადებ რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიყვანოს ხერხი არ იყოს. And I'm indeed happy that Shevardnadze, after facing all this massive protest movement, he responded to this also with very respectful step and decision. He resigned. We had 40 minutes conversation and he resigned. He decided. Now I'm taking crowds away from his residence to keep his physical security. ეს მთავრობა, თომას მთავრობა ეთქნის. ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინა ხალხს, მაგრამ ხალხს არ ჰქონდა თავისი საკუთარი ძალის რწმენა. სამართლებრივ გაიმარჯვა. და იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდები არიან და ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვრობთ რა.